მინდოდა მათთვის მე თქვა რომ მე ვარ უდანაშაულო, მე აქ არ უნდა ვიყო, მე აქ ვარ უკანონო პატიმარი. ბრაზობდი, ყველას დაკავებაზე ბრაზობ, მარტო იმაზე კი არა მე რომ აკავებინა ეხა ტროტუარზე დგომის გამო რომ ხალხი ზის მაგაზეც ბრაზობ. არ არის ეს ნორმალური. ნინო ბარძიმიშვილი, თარგმნელი, მოყვარული მთამსვლელი 16 იანვარს დააკავეს რუსთაველზე გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის. ჩვენ კანონს ვასრულებთ. აი ხომეთ შემოიღებს ჩვენი მიხეილ მოაწერს ხელს. მიხეილ პრეზიდენტი მოაწერს ხელს კანონს, როდესაც არ შეიძლება სულ თქვა და თქვენ შეასრულებთ ამ კანონს მეთქი და არა ხარი საერთოა. ტროტუარიც საერთოა, ტროტუარის კი არა, ქუჩაც კი საერთოა. ქვეყანაც საერთოა. ასე რომ ჩემი აზრით ძალიან სამართლიანად გადავკეტე ეს ქუჩა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ 23 დეკემბერს გამოიტანა ნინოსთვის 5დღიანი პატიმრობის გადაწყვეტილება. ჩემი აზრით ძალიან უსამართლოდ მომისაჯა სრულიად არაკონსტიტუციურ კანონზე დაყრდნობით. მე როგორ დამიჭირეს, ხომ? უხეშად ჩემი აზრით რაღაც ფორმების დარღვევით. 16 იანვრის დაკავება ნინოსთვის მეორე დაკავება იყო. პირველ ჯერზე ის 19 ნოემბერს დააკავეს 19 წლის სტუდენტის მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე. მაშინ ნინომ წინასწარი დაკავების იზოლატორში 2 დღე გაატარა. ის რაც ძნელია საპატიმროში ეს არის არა პირობები, არამედ ის რის გამოც იქ ხვდები და ის რომ იქ უსამართლოდ ხვდები და რომ ამის წინაშე უძლური ხარ, უწევ ხარ. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ წინასწარი დაკავების იზოლატორებში მიღებულ გამოცდილებაზე და სისტემაზე, რომელმაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა პროტესტი. ძალიან ძნელად გადის ჩვენი სიმართლეს. მე თავს კანონმორჩილ ადამიანად ვთვლი. ძალიან მეშინია. მე ზოგადად არ მივიჩნევ თავს ფშიხრა ადამიანად, მაგრამ აი ამ სიტუაციის ძალიან მეშინია. რომ მეშინია ერთ-ერთი მიზეზი მაგალითად იკავდივარ. ჩვენ ვართ ნაპერწკალი მგონია რა. ჩვენ ყველანი ვიბრძვით გამარჯვებისთვის. დამარცხებულ ბრძოლაში ალბათ არ ჩავებმებოდი. გამარჯობა ნინო. გამარჯობა ნასტასია. როგორ ხართ? ეხლა კარგად. ორჯერ სამართალდამღვევად ცნობილი და ორჯერ პატიმრობაში მყოფი. დიახ. რომელი პატიმრობა უფრო ცუდი იყო? ალბათ ორივე, იმიტომ რომ თავისთავად პირობები დიდად არ განსხვავდებოდა და ის რაც ძნელია საპატიმროში ეს არის არა პირობები, არამედ ის რის გამოც იქ ხვდები და ის რომ იქ უსამართლოდ ხვდები და რომ ამის წინაშე უძლური ხარ, უწევ ხარ. და პირველი გამოცდილება მეორეში არ გეხმარება. არა, კი, ალბათ გეხმარება, კი, უფრო რაღაცაში მომზადებული ხარ, რაღაცებისთვის. აირისთვის. მესამე არ იქნება, მაგრამ უკვე რაღაც ისეთი გამოცდილებები მაქვს, რაღაც ალბათ შემდეგ ნაბის მესამე თუ იქნება, ალბათ უკვე სისხლი იქნება, ხო? მესამე თუ იქნება, ალბათ უკვე სისხლი იქნება. ერთ წლიანი. ერთ წლამდე. ეს არ ვიცით, ხო? ნახოთ, აბა, იქნება. იმედია არ იქნება. მაგრამ პროტესტის შეწყვეტას მე მგონი არ აპირებთ, იმიტომ რომ ამ რეპრესიული მექანიზმების მიზანი ხო ეს არის, რომ შეგეშინდეს. მე მგონია, რომ ეს ციხე იწყება გარედან და გარეთ კიდე არაფერი ჯერჯერობით არ შეცვლილა. ეს მეორე დაკავება მინდა რომ მოუყვეთ ჩვენ აუდიტორიას, იმიტომ რომ განსხვავდებოდა სტანდარტული დაკავებისგან, იმიტომ რომ თქვენ დაგაკავეს 16 იანვარს, ზუსტად 10 დღის წინ, ოღონდ 29 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის და გადაწყვეტილება სასამართლოს გამოტანილი ქონდა 23 დეკემბერს. ანუ ფაქტობრივად სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 2 კვირის შემდეგ. და ამ 2 კვირის განმავლობაში თქვენ იყავით საქართველოში, იყავით რუსთაველზე 3 კვირა, ხო? არ იმალებოდით. მაგრამ მიუხედავად ამისა, დაგაკავეს უცნაურად სახლთან დაგხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებმაც არ განგიმარდეს რა ხდებოდა თქვენს თავს, ველოსიპედი იქვე დაკატოვებინეს და ნაგავი არ გადაგაყრევინეს და ასე შემდეგ. ამ სტანდარტული დაკავებისგან, როცა ადამიანმა მეტნაკლებად იცის ან სასამართლოდან მიყავთ, ან აქციიდან, განსხვავებული იყო, ხო, ეს ამბავი, როგორ გათენდა ეგ დღე 16 იანვარი. როგორც ყველა შეულებრივი. მაგრამ ელოდებოდით, რომ ნებისმიერ აი ამ სასამართლოს გადაწყვეტილების მერე. ელოდებოდი. განსაკუთრებით პირველ დღეებში აი მოლუდინი გაქვს, აი რომ მიდიხარ და შეიძლება გიცნო და გიჭირონ. თან ზუსტად არ იცის როგორ ხდება, როგორ აკეთებენ. და მე უკვე გაიარა ამ
მოლოდინმა, იმიტომ რომ პრინციპში რაღაც კალკულდონეზე ცნობილი გადაწყვეტილებაც იყო, რომ აი როდემდე უნდა იარო ესე, რომ რაღაც პოლიციელის მოლოდინი ქონდეს, როდის გამოხდება კუთხიდან და დაგიჭერს და უკვე ჩვეულებრივად დავდიოდი. ეგ რომ არ ყოფილიყო, ალბათ ერთ სიმთვას დამიჭერთ. აი სიმთხრილის მექანიზმები შესუსტებული იყო. სიმთხრილის მექანიზმები შესუსტებული მქონდა, მაგრამ პრინციპში გაცნობიერებულად, იმიტომ რომ აი რავი მართლა როდემდე უნდა. ჯერთი საშელი არ იყო ესეთი 5 დღე იყო. მეტნაკლებად უკვე შეგუებული ვიყავი ამას. შეგუებული როგორ არამორალურად ბრაზდებოდი ამაზე, მაგრამ იმის რეალობას რომ ეს მოხდებოდა ვაცნობიერებდი. და აი როცა ვფრთხილობდით, როგორ სხვადასხვა აი მაგალითად ახლა გამოვედი, ჯერ შეიძლება სხვა გზის ასო, მაგრამ რომ გამოვედის შინიდან თქო თუ სწრაფად გავქროლდებოდი იმ ველოსიპედით. ადამიანმა რომ დამიძახა არ შევჩერდებოდი, ანუ აი ამის მოლოდინი მექნებოდა რა, დამიძახა და დავიწყე შეჩერება და იმიტომ დამეწია. მანქანით იყვნენ. მანქანით იყვნენ, ოღონდ ჩვეულებრივი სამოქალაქო ერთ-ერთი პოლიციელის პირადი მანქანა ყოფილა, გზაში გაირკვა. და არც ერთს არ ეცვა პოლიციელის ფორმა. და რა დაგიძახეს, ნინო? სახელი დამიძახეს. დამიძახა ერთად. და რა დისტანციიდან? ანუ ველოსიპედს ამოვიდა გვერდზე. ახლოს იყო და მე რომ მივიხედე, უკვე ეტყობა გამოქცეულმა დამიძახა, ეტყობა ცოტა შორიდან დამინახეს, სანამ მოვედი ვთქვათ შლაგბაუმამდე. პანდუსიდან, კორპუსის პანდუსიდან ჩამოვეში. და წამწვდა სახელოში ესე დამეთ, რომ დავინახე რომ მორბოდა ჩემკენ, ვიღაც უცხო ადამიანი მორბის, ჯერ ერთი ეს მოლოდინი ცხომაქს რომ და დამიჭირო, ნუ ინსტინქტურად შევეცადე რომ ისე ამეჩქარები და მაგრამ ამასობაში დამეწია, წვდა სახელოში და ველოსიპედიანად დამაგდა. და მოვიდნენ სხვებიც. და მოვიდნენ სხვებიც. და რამდენი იყვნენ? 3 იყვნენ, 2 მამაკაცი, 1 ქალი. და არაფერი არ გითხრეს? ანუ რაღაცები მითხრეს ახლა აი ეს ზუსტად არა. აი ხო იცით ვინ ვარ? აი ესეთი რაღაც ზუსტად შეიძლება ფრაზები არ მახსოვდეს, მაგრამ მე ვითხოვ, ესე იგი, აი ეს ჩემი რეაქციები მახსოვს, რომ ვითხოვ მის წარდგენას, საბუთის წარდგენას, ვითხოვ ველოსიპედის დაბინავებას და ვითხოვ ნაგვის გადაგდებას და არ ვჯდები ჩემი ნებით მანქანაში უცხო ადამიანები, უცხო მანქანა, სანამ ამ ყველაფერს არ გააკეთებენ. ყველაფერზე მეუბნებიან, რომ ეს იქნება, ეს იქნება, ეს იქნება. ძალით მადებენ ბორკილებს წინ და ტენიან მანქანა. ველოსიპედიდან გავირჩება ქუჩაში. ველოსიპედი თლად გზაზე არ დატოვეს, იმიტომ რომ უნდა გადაევლოთ მაშინზე და მიაგდეს ესე გვერდით სკვერის პატარა ყობესთან. ნაგავი დარჩა. და ველოსიპედის ჩაფხუტი? ჩაფხუტი არ მეხურა. და რა ხდება მერე გზაშიც? გზაში მე ყვიროდი. იცოდით რა რუსთავში მიყავდით? არა, თვითონაც მე მგონი მაშინ არ ყვიროდნენ. იმიტომ რომ ჯერ განყოფილებაში თუ პირდაპირ იქ თუ ანუ ამას არ ყვიროდნენ გზაში. გზაში აი ესე იგი რომ დავიძარით და მივხვდი რომ ამ ველოსიპედს ჯერთი მიყვარს ეს ველოსიპედი არ მინდა მართლა არ მინდა რომ დაიკარგოს. მეორეც ერთი რა წესია ხო? და ისა დავიწყე ყვირილი, ძალიან מחმავა ყვიროდი, დამიბით ველოსიპედი. ესე იგი იმისთვის რომ დავეწყნარებინე, კითხეს ნომერი, ჩემი ქვის ნომერი მახსოვდა მარტოზე პირად, ძმა ჩემი მეზობელია, უნდა მისი ზეპირად არ მახსოვდა და მიჩვენა ესე გოგო პოლიციელმა მიჩვენა რომ ეს ჩემი ქვის ნომერი ვიღაცისთვის არის გაგზავნილი მესიჯად. ესე იგი ის ვიღაც პოლიციაში დაუკავშირდება და ამას ყველაფერს მოაგვარებენ. მაგრამ იქიდანვე არ დაგარეკინეს. არა, არ დამარეკინეს, პირიქით ეძებდნენ ჩემს ტელეფონს, ნუ ეძებდნენ როგორ მკითხეს, იქვე არ გაუჭრე კი ვარ და არ უპასუხე სად იყო და მე აღმოჩნდა რომ არცადაც არავინ არ დაკავშირებია. ეს ამის შემდეგ ჩვენ ვიცით ვერსია რომ 5 საათის განმავლობაში არ იცოდნენ სად იყავით. და თქვენმა ძმამ მიპოვა ველოსიპედი და ამეთი მიხვდა რომ სადღაც სხვაგან იყავით. მივდიოდი შესახვედრად ადამიანთან, ანუ ერთად უნდა გვევარჯიშა. რასაკვირველმასთანაც ვერ მივედი, იმანაც დაიწყო მოკითხვა, რატო არა ვარ. ხო, კიდევ ერთი ის დეტალი იყო, რომელიც მე რაღაც მომხდა გულზე, ამის რაღაც მომენტში მარჯვენა პოლიციელი თონიკე ადამაშვილი იყო. ურეკავს ვიღაცას, ალბათ უფროს. და მიმართავს როგორც გიორგიევიჩს. და მე ამ გიორგიევიჩის გასაგონად ვიძახი რომ გიორგიევიჩ ჩაომაგდეს ველოსიპედიან გიორგიევიჩ არ მიმავიდეს ველოსიპედი გიორგიევიჩ ესე გიორგიევიჩს და გადმოვცეს გიორგიევიჩის ნომერისა ტელეფონი და მალაპარაკეს ამ გიორგიევიჩთან ისიც ყველაფერს დამპირდა რომ ყველაფერი იქნება იმას დაუკავშირეთ არავის არ დაკავშირებია მაგრამ მე გიორგიევიჩის სახელი და გვარი არ ვიცი მაგრამ მე
მეწყინა რომ ესე მიმართავენ და აუხსენი რომ არ არის კარგი ქართულ პოლიციაში პოლიციელი უფროს ამ ფორმით მიმართავს მან და მაინც ეს რაღაცებზე მეტყველებს. ფორმას აქვს მნიშვნელობა. მიხვდნენ რა პრეტენზია ჰქონდათ გიორგიევიჩ მიმართვაზე? ისიც რა მე აუხსენი დაწვრილებით. მაგრამ ესა ჩვენი ნება არისო და რატო გვიშლით ანუ ჩვენ თავისუფალი ნება არისო და აი მე აუხსენი რომ იცი რა ეგ არის სწორი სამწუხარო რომ თავისუფალი ნება გაქვს რა დაუძახო და აი ამას რო ეძახი და ეს რომ მოგწონს რომ დაუძახო აი ეგ არის ეს ყველაფერი ხდება მანქანაში. ეს ყველაფერი ხდება მანქანაში. და მთელი გზა ჩხუბობდი. მთელი გზა ჩხუბობდი, ლექციებს კითხულობდი, რაღაცებს ვითხოვდი მათ შორის ჩემი უფლებების გამარტებას. არაერთ გზის ვითხოვდი, გამიმარტეთ უფლებები. ამას მოყვებოდა სხვადასხვა ისა რომ ესე იგი ამ გოგონა პოლიციელმა იცოდა რომ ამას ქვია მირანდეს უფლებები, მაგრამ თვითონ უფლებები არ ჩამომიყალიბა, არ გამიმართა. მე მითხრა რომ მე ვეკითხები ოქმი ვინ უნდა შეადგინოს. მეუბნებიან რომ ოქმის შედგენა და აი ამ უფლებების გამარტება ხდება მაშინ როდესაც სამართალ დამრღვევს იჭერენ უშუალოდ სამართალ დარღვევის ადგილზე თუ პროცესში ხომ და როდესაც სასამართლო განჩინებით შემდეგ აკავებენ ეს არ არის საჭირო. მაგრამ თქვენ უკვე გქონდათ გამოცდილება, როცა დაგაკავეს უშუალოდ სამართალ დარღვევისას, ხო წინაჯერზე ეს იყო მათედევიძის მხარდასაჭერი მარში და აგერ ჩვენთან ახლოს რამდენიმე ადამიანთან ერთად დაგაკავეს, მაგრამ იქაც რაღაცა არ ჩანდა რომ ფლობს გიტმარტავდნენ კადრია რომ ესე არავინ არ გამარტა უფლებები და ჰაერში ატაცებულს. კი ბატონო. და მე იყო ის რომ ოქმს ადგენდა ადამიანი, რომელიც მე პირველად ნახე რომ ესეც გაყოფილებაში მივედი. ანუ მან არ იცოდა მე რა გარემოებებში დამაკავეს და ადგენდა ოქმს როგორც თვითმხილველი შემწრე თუ მონაწილე თუ ასე შემდეგ. მაგრამ საინტერესო ის არის რომ თვითონაც არ ადგენდა ამ ოქმს, თვითონ რაღაც ესე იგი ცდილობდა რომ ჩემი სახელი გვარი რაღაც სამუშაო ადგილები შეევსო და იყო ერთი ეტყობა წერა-კითხვის მცოდნე მამაკაცი უკაცრავად, რომელმაც ჩამოიარა და ჩემთან ერთად ბევრი იყო დაკავებული. ყველას ცალ-ცალკე დააწერა შეადგენინა ოქმი. აი ეს იყო მეთვალყური ამ პროცესი. ეს იყო მეთვალყური ამ პროცესი, მაგრამ მან იცოდა ყველას დაკავების ვითარება და ყველას ოქმი მან ნინა სხვა დაკავებულები ვინ იყვნენ? ის მათედევიძის დროს. ეს მათედევიძის მარში. და ეხლა? არა, ეხლა მარტო იყავით. და ეხლა ვინ შეადგინა ბოლო-ბოლო ეს ოქმი? არ ვიცი, არ მინახავს მე ეს ოქმი. ეს არ თანამშრომლობის ნაწილი იყო? არ ვიცი. თუ არ შეუდგენიათ? არ ვიცი, არ მინახავს. მე ოქმი რომ შეედგინათ, მე იმას უეჭველად წავიკითხავდი. იმის მიუხედავად მოვაწერდი ხელს თუ არა. იქნებ დღე ისე იყავით, რომ შეიძლება შეადგინეს, მაგრამ მე არ მინახავს და თამარ ნონიაშვილს აი ამ ჩემ დამკავებელ პოლიციელს ქონდა რაღაც ფურცლები, რომელიც იყო როგორც ამობდა სასამართლოს განჩინება, მე ყველა სიკეთესთან ერთად თან სათვალე არ მქონდა და ვერ წავიკითხე და მთავაზობდა რომ აი გაიცანით ამ სასამართლო დადგენილებას აი ამ ფურცლებს. ხო, რაღაც მომენტში გზაში უკვე მიჩვენეს ესე ალბათ პოლიციის მოწმობა, ესე სურათიანი ძღოლმა თორნიკემ და ორივე თორნიკე იყო. დამკავებელმა თორნიკემ და სხვადასხვა დროს და ეკითხებოდნენ, აი, იტყვით რომ გიჩვენეთ? ვიტყვი, რატო არ ვიტყვი? რაღაც დავინახე, კი, ალბათ მართლა პოლიციის მოწმობა. ყველას გვერდი და სახელი დაიმახსოვრეთ, ვისაც 64 დღეში გადაეყარეთ? არა, ყველას არა, ყველასი არა, ყველასთვის არც მიკითხავს. ვისაც ვკითხე, კი, ვისაც ვკითხავ. და იზოლატორში თქვენი მიყვანით დამთავრდა ეს ამბავი. და დაიწყო სხვა. ეს ამბავი დამთავრდა და დაიწყო სხვა, მაგრამ დამთავრდა იმით რომ ეს როგორ არის პატრული გაბარებთ იზოლატორის ხალხს და მიდის. და მიდის. ოღონდ იცით რამაში არის ალბათ რაღაც პლუსებიც და მინუსებიც. მე რო ვიკითხე, აი ვინ იყვნენ ის, იცით ვინ იყვნენ ისინი, ვინც ჩამბარის. ანუ სახელები და გვარები არ იცოდნენ, არ გვევალება ჩვენ მათი, ანუ დავალება აქვს რომ მიიღონ ეს კონკრეტული პიროვნება და მიმიღეს მე. და ვეკითხებოდი კიდე თუ იცით რა დანაშაულისთვის თუ სამართალ დარღვევისთვის ვარ დაკავებული და ესეც არ ქონდათ მას ამით ცოდის ვალდებულება, მაგრამ ნუ ეს გამართლებული არის რაღაც პროექტია. მე მესმის რატომ არის გამართლებული, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ მე ყოველთვის ვთვლი რომ იქ უდანაშაულოდ. თქვენი პატიმრობა ალბათ სხვა დემონსტრანტების პატიმრობისგან მაგით გამოირჩეოდა, რომ მუდმივად ცდილობდით წინააღმდეგობის გაწევას და ისინი ცდილობდნენ ეს წინააღმდეგობა გაეტეხათ, ხო? ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე. აი, გაეტეხათ არ არის სწორი სიტყვა, იმიტომ რომ ისინი ცდილობდნენ რომ რაღაც კალაპოტში
თავიანთვის ცნობილ კალაპოტში ჩაესვათ ეს ჩემი ქცევა. იცით როგორ არის მათ ჩემთან ურთიერთობა დაიწყეს და როგორ ჩავს ყველა მათ პასუხისმგებლობის ქვეშ ადამიანთან ურთიერთობას იწყებენ იმ წუთიდან, როდესაც მე მათთან მიმოყვანეს. ესე იგი, თითქოს სუფთა ფურცლიდან მოვდივარ მე, სუფთა ფურცლიდან მოვდიან ისინი, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით და ეხლა რასაკვირველია, სასურველია, რომ ჩვენ ერთმანეთს მოვექცეთ წესიერად, ადამიანურად, ძილობიანად, ერთმანეთის გათვალისწინებით, წესების დაცვით. ეს ძალიან სხვა შორის ძალიან დიდხანს იმ პირველი წლის უფროსი მიხსნიდა ამას, რომ ეს ორივესთვის კი არა, ყველასთვის კარგი იქნება. ძალიან დიდხანს მიხსნიდა. ძალიან კეთილგანწყობილ მოთმინებით. აი საათნახევარი ალბათ მაინც გრძელდებოდა ეს ისა. ანუ პირველი მოთხოვნა თუ პირველი წესის შესრულება იყო ის, რომ უნდა დამათვალიერონ ქალებმა გახდილი. სრულად არ აშიშლებენ, ესე იგი რაღაც ნაწილ-ნაწილ, ალბათ ეს უკვე ყველა მიცის. ზოგს სრულადაც აშიშლებენ. ხო. მე ვიცი რომ ამას მაინც პირველი განვითარების გამოცდილება ვიცი რომ ეს მაინც ამას თავიდან ვერ ავირიდებ, მაგრამ მაინც მაქვს გადაწყვეტილი რომ მე ეს ჩემი ხელით არ გავაკეთო. და იძულებული არიან ამის გასაკეთებლად დამიბან ხელები უკან. მანამდე უნდა გამხადონ ქურთუკი, იმიტომ რომ ქურთუკი ისეთია გაბერილია, რომ არ შეიძლება შეიტანოს აკანში. ხელებს მაგ დროსაც ჩვეულებრივი ბორკილით გიბამენ? ხო, იქ რო შევედი, წინ მქონდა ხელები დაბმული და მომხსნეს და მე იმისთვის რომ გავეჩხრიკე, დამიბეს უკან. მაგრამ საქმე რაშია, იცით რომ აი ადვოკატმა კიდევ სხვებმა თქვეს რომ მათ ვერ შეძლეს რაღაც ნორმატიული აქტის მოპოვება, რომლის მიხედვითაც აი ეს გაშიშვლების გაშიშვლება გარდაუვალი ვალდებულება. ერთ-ერთმა ესეც ამაზე მან გამომძებელი იყო. თქვა რომ ეს როგორც ჩანს არის დისკრეცია მათი. ანუ ის მე კარგად გაჩხრეკილი ვარ თუ არა, შეიძლება მოქმედებდეს მათ უსაფრთხოებაზე. და შეუძლიათ გადაწყვიტონ რა სრულად უნდა გაგაშიშვლონ, რადგან არ უნდა დაუჩნდეთ, ხო? შიშველი უნდა დამათვალიერონ, ხო. და ეს ამ როგორც პირველ შემთხვევაში, ასე მეორე შემთხვევაში ძალადობრივად განხორციელდა, იმიტომ რომ თქვენ არ აძლევდით შვიდად ამის განხორციელების საშუალებას. და ეს დიდხნიანი ჯაჭვური იყო? ჯაჭვური არ იყო დიდხნიანი, ახლა რამდენიმე ადამიანი, კაცი გიბამს უკან ხელებს, მე კი ქალები გიჩხრეკენ, მაგრამ ნუ ხელებს კაცები დიდი კაცები გიბამენ და მე ხარ აი ეს ხელფლში შეგვიძლია. მაგრამ უკან ხელების დამას აქვს ერთი პლუსი, რომ დიდად ვერ გხრიკენ. აი რანაირად ვერ გხრიკონ, ახლა ჩაცმული უკან ხელები დაბმული, ხო? დიდად ვერ გხდიან რა. და როდესაც წამოყენებას გიპირებენ, შეიძლება ფეხები შეკეცო და მაშინ იატაკზე ჯდები და ეს ყველაფერი არის იმდენად და იყო ჩემთვის რამდენადაც იყო მინდოდა მათთვის მე თქვა რომ მე ვარ უდანაშაულო, მე აქ არ უნდა ვიყო, მე აქ ვარ უკანონო პატიმარი. მინდოდა რომ ეს რაღაცნაირად ხმამაღლა მეთქვა. და თანაც ჩემი ბუნებრივი რეაქციაც ეგეთი იყო. ბრაზობდი, ყველას დაკავებაზე ბრაზობ, მარტო იმაზე კი არა, მე რომ აკავებენ ახლა ტროტუარზე დგომის გამო რომ ხალხი ზის მაგაზეც ბრაზობ. მაგრამ იქ მქონდა საშუალება რომ ამ ადამიანებისთვის მეთქვა რომ არ არის ეს ნორმალური, რომ თქვენ მონაწილეობთ იმაში უდანაშაულო ადამიანს ნი არის გამოკეტილი. მათი თვალთა ხედვიდან ეს ალბათ სხვანაირად ჩანდა. მათ მოსამართლის ავტორიტეტით, მე პოლიციის ავტორიტეტით ჩააბარეს ადამიანი და მათი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ეს ადამიანი 5 დღის განმავლობაში იყოს იზოლირებულად ჩაკეტილი, ანუ საშიელი მოიხადოს და არაფერი დაუშავდეს. მათთვის რომ გეკითხათ, ამას ძალიან კარგად ასრულებდნენ, ალბათ უმეტესობა მართლა კარგად ასრულებდა და მათი ასეთი პოლიტიკა, ის მეწერე კიდევაც და ალბათ უმრავლესობის შინაგანი მიდრეკილება იყო, რომ მithumetes აი მაინც რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა თქვა, რომ ყველა თანაბარია, ქალი, უფროსი,
ადმინისტრაციული წესი, ეს ყველაფერი მაინც ალბათ აქვს ამას გავლენა. მათ იციან რომ არ ყავდათ ალბათ მერე გაიხსენებენ რომ რაღაც სასტიკი დამნაშავე არ იყო ის ვინც მათთან იყო გამოკეტილი. ხო. მაგრამ აი იმას რომ გინდოდათ გეთქვათ რომ ხართ უდანაშაულოდ გამოკეტილი აქ. ერთია შენ რა გინდა, მაგრამ მეორეა ის როგორ იგებს, ხო შენ ნათქვამს. აი ეს გაგების პოტენციალი რამდენად არსებობდა. იმიტომ რომ აი ამ არ ვიცი, ალბათ ვიღაცას გაუჩნდება ეკითხვა, რომ თუ გაბამენ, ესე გაწუხებენ, მაინც გაშიშვლებენ, ბარემ გაიხატო არ ჯობია, ანუ შენ თავსაც ხო იწვალებ, მათ კი აწვალებ, მაგრამ შენ თვითონაც ხო წვალობ. აი ეს აყალმაყალი რამდენად ღირდა იმ მიზნისთვის, რომ მათთვის გაგეგებინებინათ ბოლოს რამე. მესმის ეს ისა, მე ამაზე ესეთი ცალსახაპასუხი არ მაქვს. არ ვიცი, ალბათ ვერც მექნება, იმიტომ რომ ამისთვის ალბათ მათ უნდა კიდე ბევრი დაკავება. ან მათ უნდა ვგეთოთ, ვისთანაც მე მქონდა უშუალო შეხება. იცით რა, ძალიან ბევრი რაღაცა მე თვითონ ვიფიქრე, აზრად მომივიდა აი იმ დღეების მერე, როდესაც მე მათზე ვიფიქრე. თუ ეს პირველი დაკავების მერე თუ ახლა უკვე ეხლა უფრო ბევრი საფიქრალი მქონდა. შეიძლება რაოდენობა იყო ბევრი, შეიძლება ჯერთი მარტო ვიჭერდი. მარტო იყავით, ხო, მგონი ეს არის მნიშვნელოვანი. ხო, მაგრამ შემდეგ დღეებში ვარ ვიყავი მარტო, მაგრამ აი ბევრი ვიფიქრე მე მაგაზე. მე მგონი რომ ეს გაგების პოტენციალი ისე როგორც ყველა სხვა გარემოში არის მეტნაკლები სხვა ადამიანთან. ეს ადამიანები ხო ინდივიდები არიან ყველანი. და ალბათ ზოგთან უფრო ახლოს მივაგულთან ჩემი სიტყვები, ზოგთან ნაკლებად და ზოგისთვის თქვა შეიძლება ბევრად უფრო მიუღებელი იქნება ეს ფორმა, ზოგისთვის არ ჩამithulis ამას დიცოდათ და ზოგისთვის კიდე შეიძლება სწორედ ეს იყოს საჭირო, იმიტომ რომ სხვანაირი არაფერი არ შეანჭრევდა. არ ვიცი. მე აი ესე რომ გითხრათ რომ იცით რა ძალიან წინასწარ განზრახულად გაწერილად რაღაცას ვაკეთებდი რომ რაღაცა მათთვის მეთქვა არა მე მიყვებოდი ჩემს ბუნებრივ განწყობას და გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილებაც ამ განწყობიდან იყო გამომდინარე რომ არაფერში არ მეთანამშრომლა ამ ადამიანებთან ჩემთვის აი ეს ქუჩის გადაკეტვა ვის გამო მოხდა ხო ჩემი აზრით ძალიან სამართლიანად გადავკეტე ის ქუჩა მე მოსამართლემ რომ ეს მომისაჯა. ჩემი აზრით ძალიან უსამართლოდ მომისაჯა სრულიად არაკონსტიტუციურ კანონზე დაყრდნობით. მე როგორ დამიჭირეს, ხო? უხეშად ჩემი აზრით რაღაც ფორმების დარღვევით. და მე მოვხვდი მე ამ იზოლატორის თანამშრომლებთან და აი ეს ჩემთვის ერთი განგრძობითი პროცესია. ჩემთვის ეს ადამიანები, ვთქვათ, იქ ამომცნობი, მაშინაც გამაჩერეს გრიმპოლმა და ასე თქოთ, იდენტიფიკაცია მოახდინეს. ეს გრიმპოლი, ეს მოსამართლეები, ეს დამკავებელი პოლიციელები, ეს პატრები არის ერთი სისტემის დიდი ნაწილი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, მე რა კი მის პარპაშს ხელს უშლი, უნდა გამომკეტოს. მაგრამ ამათთვის, აი კონკრეტულად, აი თქვა პირველი დღის ბადრაგისთვის, მე ვარ ვიღაცა ციდან ჩამოვარდნილი ადამიანი, რომელიც აი 5 დღე უნდა ავდეთ, რომელსაც ჩაის შესთავაზებენ, გაასეირნებენ, ტუალეტში გააცილება, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და ჩემთვის კიდე ეს არის ერთი სისტემა. და რო ვეუბნები რომ იცით რა თქვენ ხართ ადამიანები რომლის გარეშეც ეს უსამართლობა ვერ მოხდებოდა ანუ აი ერთი რგოლიც რო ამოვარდეთ აქედან ვერ მოხდება ისინი არც ვიცი არ ფიქრდებიან ამაზე თუ ისინი შეიძლება წლებია ამას აკეთებენ და როგორც ვთქვათ მე ჩვენ როგორც მოქალაქეების შეთანხმებულები ვართ რომ ესეც სამსახური გჭირდება რა კი შევთანხმდით რომ დამნაშავეები გამოვკეტოთ, ჩვენ სამსახური გჭირდება. და ის რომ რა მომენტში გადადის ჩვენთვის სრული ძალის მხარეს, აი ძალიან გაბლარული ის არის საზღვარია რა, ძალიან ის არის და აი მე იმედი მაქვს რომ შეიძლება აი ამ საზღვარში რაღაც სინათლე შევიდე ეს სინათლე ძალიან ისეთი აი უფრო რაღაც გახსნის წარმოდგენა მაქვს აი რაღაცა გამჭოლ გავიდეს შეიძლება რაც ერთი და მეორე დააკავშიროს ერთმანეთთან რა როგორ გონიათ თქვენ რომ იფიქრეთ იზოლატორის დატოვების შემდეგ ამ ადამიანებზე ბევრი იქ მათაც იფიქრეს მათგან რამდენიმე მაინც თქვენზე მე დარწმუნებული ვარ რომ ეს შემთხვევა დიდხანს არ დავიწყებათ იმიტომ რომ მართლა არასტანდარტული იყო
გასაგებია რატომაც რა. ერთი ამას ყველა ნაბიჯზე ბევრი დეტალი იყო იქ რაღაც თავის ექიმებთან ურთიერთობით, თავისი რაღაც კლინიკაშიც გამიშეს კი რაღაც ესეთი. ხო და წითელკანიანთა ბელადი შერჩათ ხელში. რაღაცა ხო, მაგრამ მე არ მქონდა ეს მიზნად არ მქონდა. მე მიზნად არ მქონდა გართობა. მიუხედავად იმისა, რომ იქ შეიძლება გასართობი რაღაცებიც ამოირჩეს. აი როგორ შეიძლება ვთქვათ, აი ეს დეპრესიული ხაზი ამოირჩეს, ასევე შეიძლება რაღაც კომიკური ხაზიც ამოირჩეს. ცხოვრებაა ჩვეულებრივი იქაც, მაგრამ ეს აი არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ. მე ყოველ შემთხვევაში არ მინდა რომ დავივიწყო, რომ ეს არის იმ რეპრესიული სისტემის ნაწილი. აი ამ ადამიანებმა არ ვიცი, მართლა არ ვიცი როგორ უნდა გაარჩიონ. არ ვიცი ხო, როგორ უნდა გადაწყვიტონ, რომ აღარ მიიღონ ამაში მონაწილეობა. მაგრამ ისინი ალბათ ფიქრობენ, რომ თუ არ ვიქნები მე, იქნება ჩემი მეზობელი, რომელიც აქ იმუშავებს, ჩემი კურსელი. რა მნიშვნელობა აქვს მე გააღებს ამ კარს და შეიძლება იფიქროს, რომ მე არ შეიძლება მე არ ვაკეთებ თხლაც საჭირო საქმეს, როდესაც ნინოს ვდარაჯობ იქ, მაგრამ იქ ვიღაცებს ვიზეც საზოგადოება შეთანხმებულია, რომ დამნაშავეები არიან, ან იქ შეიძლება დამნაშავეები იყვნენ, მე საზოგადოების გადაკვეთასაც ვასრულებ. როგორც ბადრაკი. ალბათ წინასწარ დავფიქრებულიყავი, ან ეხლა რო ვფიქრობ რაღაცების უკეთ გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ნუ რა ვიცი. აირისი. მეტი ლექცია, ნაკლები პროტესტი? შეიძლება ნაკლები კონფრონტაცია. ნაკლები აგრესია, რა ვიცი, აი მაგალითად მეორე დღის ბადრაგი, რომელსაც საერთოდ თვალით არ ყავარ ნანახი და არც ბურკილები დაუდია ჩემთვის და საკაში არ გავუჩერები ვარ. იხედება სარკმელში და მეუბნება რომ ახალი ცვა ვარ, გავიცნოთ ერთმანეთ, მეუბნები რომ მე თქვენი გაცნობის სურვილი არ მაქვს. ანუ ადამიანი მოდის, ადამიანურად გელაპარაკება და იღებს შენგან მისთვის მოულოდნელ უხეშ პასუხს, მაგრამ ეს ჩემთვის ისევ და ისევ არის რაღაც მოვლენის მეორე დღე. მისთვის თუ ეს არის პირველი შეხვედრა, ჩემთვის ეს არის იმავე სისტემასთან ურთიერთობის ნაწილი. და ნინო, თქვენ შიმშილობდით იქ? მე შიმშილობდი იქ. რო დაგიჭირეს ეგრევე იფიქრეთ, რო ვიშიმშილობ. მე წინასწარ მქონდა მაგაზე ნაფიქრი. რომ რამდენი დღეც ვიჯდებოდი, ნუ ვიცოდი რომ მაქსიმუმ 2 კვირა იქნებოდა, რამდენი ხანსაც ვიჯდებოდი, ვიცოდი რომ შიმშილობ. ეს შიმშილობა ხო ორაზროვანი პროტესტის ფორმაა. ზოგი ფიქრობს, რომ ისევ შენ გაზიანებს და ამით დიდ ვერაფერს ვსვლი და აი თქვენ შემთხვევაში რატო გადაწყვეტეთ? აი ჩემ შემთხვევაში ჯერ ერთი არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც სხვა ფორმა არ გრჩება შენ პროტესტის. იმდენად უმწეო ხარ, იმდენად რასაც უნდა იმას გიშვებიან, რომ აი თვითდაზიანების გარდა პროტესტის სხვა ფორმა არ გრჩება. აქ შედის ყველაფერი იქიდან დაწყებული, აი შენი მოწოდებული წყალიც არ მინდა, შენი მოწოდებული პურიც არ. აი აქიდან დაწყებული, იმით რომ იცით რა, რომ შიმშილობ მაინც ცოტა ისეთ ფრთხილად გეპყრობიან, როდის გახდებით ცუდად, მაინც ახლა იქ რო ხელში ვიღაცა ჩაავყდეთ, არავის არ უნდა. მით უმეტეს ასაკიანი ადამიანი. ხო და გარკვეულწილად, ოღონდ აი ესე მე ვიცოდი რომ 5 დღეზე უკვე როცა დამჭირეს, ვიცოდი რომ 5 დღეზე მეტი არ მომიწევდა და მაქვს ეს შიმშილობის გავრცელება, ვიცოდი რომ ეს არ იქნებოდა რაღაც დიდი სტრესი მათ შორის ფიზიკური. გარკვეული იარაღიც კი არის. რა აი შიმშილობ და რაღაც სხვანაირად გეპყრობ. ექიმთან რაღაც უფრო ზატყოფნით გაყავხარ, რაღაც უფრო სასწრაფოც გამოიძახეს, ხო? სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ სასწრაფოს გამოძახება ეს იყო ომისა და პროტესტის შედეგი თუ პროტოკოლის განსაზღვრული ნორმა? ეხლა როგორ იყო? პირველ დღეს აი ესე შეყვანისას ექიმაწესით უნდა გაგსინჯოს, მაგრამ უარი ვთქვი. მეორე დღეს აი ხა შეგვიძლია ეს ერთმანეთთან, ესე იგი მეორე დღეს რატომ არ მიესალმეთ იმპათიოსან კაცს? რატომ არ მიესალმე იმპათიოსან კაცს და რატომ მოვითხოვე მეორე დღეს კიდევ ექიმთან გაყვანა? ჯერთი არავის არ ვესალმებოდი. ანუ აი არ მინდოდეს მადლობის თქმა არ მინდოდა, გამარჯვების თქმა არ მინდოდა. ანუ გამარჯვება ნიშნავს, რომ ადამიანს გამარჯვებას უსურვებ და რაღაც ამ მომენტში სხვადასხვა მხარეს ვდგავართ რაღაცნაირად, ხო? ხაზის. და მოდი ჯერ იმას მოყვები რა სანამ ექიმზე გადავალ, იმიტომ რომ რაღაცნაირად დაკავშირებულია. ყველაზე გაუგებარი და აბსურდული წინააღმდეგობა, რასაც მე წავაწყდი, იყო ის, რომ მე ვერ მოვიპოვე დიდხანს ჩემი უფლებების აღწერა.
რასაც მანქანაშივე ითხოვდი. რასაც მანქანაში ვითხოვდი, მანქანაში უნდა განემარტათ დაკავებული უფლებები და იქ უნდა ან დაკავებისას სანამ ჩამაბარებდნენ უფლებები და შემდეგ იქ უნდა განემარტათ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად გაეცნოთ უფლებები, რომელიც მე მაქვს როგორც იზოლატორში მოთავსებულს. ამას მე ვითხოვდი არაერთხელ და სხვათა შორის იმ პირველ ჯერზეც და ცვლის უფროსმა რომ შემომხედა მოთხოვე რომ გუშინ უფლებები არავის არ გაუცნია. პირველი ჩემი პრეტენზია მასთან ეს იყო. არც ერთხელ უარი არ უთქვამთ, მაგრამ ამბობენ, აი, ხომ გაგაცანით. მეუბნებიან, ხომ გაგაცანით? ეგერთი. მალე გაგაცნობთ. არ გვაძლევთ საშუალებას რომ გაგვაცნოთ. იცით რამდენი ყავს აქ თქვენნაირი? როდის უნდა გაგაცნოთ? ანუ ეს გულისხმობს რომ ეს იგი ბევრს უნდა გააცნოთ, არ ვიცი თუ ბევრი საქმე აქვთ. გუშინ ხო გაგაცნეს? მეორე დღეს მეკითხებიან უკვე. არა, ამაზე ყველაფერზე არის შესაბამისი პასუხი. ანუ ჩემამდე ეს არ მოსულა. მე ესე იგი წინა დღის მეორე დღესაც ეწყობა და ისიც ცვლის უფროსი იყო ეს შემოვიდა და აი როგორ არ გაგაცანი ხომ გითხარით რომ სახალხო დამცველთან დარეკვის უფლება გაქვთ. ანუ კი, მართლა მითხრა სახალხო დამცველთან დარეკვის უფლება მაქვს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უფლება. ხომ შეიძლება რაღაცნაირად წყობრად ჩავმიყალიბონ და ამ მორიგი ესეთი დავის მე რომ ჩემი უფლებები მოვითხოვე ექიმთან გაყვანა. იმიტომ რომ ესე იგი მინდა რომ ისევ ახლოს ვიყო აი ამ პოლემიკასთან რომ მომეცით ჩემი უფლებები და პირველ ორი დღე წყალსაც არ სვამდი და შესაბამისი სომატური რაღაც ისინი გემართება რეაქციები გინდა არ გინდა და აი ექიმთან რომ მივედი მართლა რაღაც ზონეზე ყველა შეგვიძლია რაღაც თავის შეკავება ან არ თავშეკავება და აი აქ არ შევიკავე თავი და მართლა აი რაღაც ესეთი სპაზმური ნერვული ის დამემართა შეტევაც არ იყო ესე იგი რაღაც ხნის განმავლობაში უნებლიეთ ჩამოდიოდა ცრემლები და ეს ლაპარაკის სპაზმური ის მიჭირდა და მოვითხოვე სახალხო დამცველთან კიდევ ერთ-ერთი და ექიმს რაც ვეუბნები ექიმთან გამოდიოდი იმიტომ რომ აი არ მაძლევენ უფლებებს ნერვიულობ ამიტომ ჩემი ძამფრობა ექიმის დახმარება ხო და როდესაც ეტყობა გადაწყვიტეს რომ უნდა ამერიკა სახალხო დამცველთან აი ამ პერიოდში სანამ მოვიდა სახალხო დამცველის აპარატიდან წარმომადგენელი მომცეს ამობეჭდილი უფლებები ეს უფლებები მაქვს ეხლაც მაქვს მაგრამ სათვალე არ გაქვთ სათვალე მაქვს უკვე მე შემომიტანეს სხვა ახლობლები მოვიდნენ და შემომიგზავნეს წავიკითხე და სხვა შორის ისეთი რაღაცები გავიგე რაც თურმე არ გეგონათ რომ ამ უფლება გქონდათ აი რა ჯანდებას მე არ მეგონა მათთვის არ ეგონათ აი რა აი მაგალითად პაიმაის უფლება 3 დღეზე მეტი თუ ხარ იზოლატორში გაქვს კვირაში ერთხელ ახლობელთან დარეკვის უფლება ეს ან ახლობელთან ან ადვოკატთან ანუ შენი გადასაწყვეტი და ის რომ შენ რეკავ თქვა სახალხო დამცველთან ან გენერალური ინსპექციის ხელხაზე ან რაღაც აი ესეთ თქვა შენი უფლებების დარღვევის იმას ეს კი სხვა ის არ ითვლება ამ იმაში გაქვს პაიმაის უფლება რომელიც შეიძლება გადაცვალო სატელეფონო ზარზე. კვირაში ერთხელ. რომელი გამოიყენეთ? დარეკვის უფლება გამოიყენე ორჯერ, იმიტომ რომ პაიმანი უნდა მოვიდეს, განაცხადი შეავსოს, მეც უნდა შეავსო, რომ თანახმავარ და იქ როგორ იწელება ეს პროცედურა არ ვიცი და ამიტომ დარეკვა გამოიყენე და გამომადგა მართლა გამომადგა ერთიც მეორეც და თან რა არის იცით აი თან გულდასაწყვეტი თან გასაფრაზებელი მე რომ ვეუბნები ადამიანს რომ აი პაიმანის უფლება მაქვს და როგორ შეიძლება ამის ორგანიზება არ აქვს პაიმანი არა მეუბნება ანუ მანის რეზოლატორში პაიმანი არ აქვს ამით გამოცდილება თვითონ არ იციან ოღონდ იმ იმაში კიდე იყო რომ ესე იგი მე მაქვს რაღაც ნივთების შეტანის უფლება და ეს ნივთები განსაზღვრულია დანართი ნომერი 1-ით ეს დანართი ნომერი 1-ით რამდენჯერ მოვითხოვე და ეგ ვერ მართალია მაგაზე ეს მეც აი მაინტერესებს იმიტომ რომ ძირითადად ხალხური ფოლკლორით და სხვების გამოცდილებით ვიცით ეს წესები რა შეიძლება და რა არა ხო შეიძლება რომ ეს მოგცენ შედიხარ და მოგცენ ეს ქაღალდები პირდაპირ კიდევ ერთი რამ გავარკვიე რომ იქ არის ძალიან მკვეთრი სინათლე ეს ჩემთვისაც ახლა იყო რომელიც შეუძლიათ შეკიწეონ თურმე. ხო, მაგრამ ეს როგორ გაიყო? მე ყველა მაგას ამბობდა, რომ აი ეს როგორ გაიყო? რა კი ეს მე შუქი არ მაძინებდა. ზედა ორსართულიანი საწოლი იყო და ზედა სართულზე ჩამოკიდე პლედი, ამიტომ არ ჩანდი დირექტორიდან და კამერიდან და მომთხოვეს ჩამოხსნა და მე რომ გამომარტე რომ ეს მოსაჭრილი ღვინისძიება, შენ ჯიმი ჩაუწევთო. მე ვთქვა იცით რა მე ხან ჩაწეული მინდა როცა მძინავს და ხან აწეული მინდა როცა მკითხო და რო რამდენჯერაც კიდე იმდენჯერ ჩაგიწევთ და აგიწევთ და ჩაწიეს და აწიეს პატიას
და ბორკილების ამბავიც მინდა მოყვეთ, იმიტომ რომ მე მართლა არ გამიგონია ეგეთი ამბავი, როცა საკანში ბორკილებით ათავსებენ ადამიანს და ეუბნებიან, რომ მთელი 5 დღე შეგვიძლია ესე ეს იყო გაბრაზების ისახო. ეხლა რაში იყო საქმე? აი ეს რო გამჩხრიკეს, ამის მერე უნდა გადაგიყონ სურათი და აღიღონ დაქტილოსკოპია. ამ სურათს გადაღებასაც რაღაც კოპია ქვია. ხო და მე ისე ვარ თავმშობ, თან უკვე გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ უკვე დამაბეს, უკვე გამჩხრიკეს და თან ეს დამკავებელი ხალი პოლიციელი მონაწილეობს ამაში და რაღაც აი რო გექნება ახლა შეკრული ხელები და აი ნახე ტუალეტშიც რო ვერ გახვალ, მართლა ხო უკვე შეკრული ხელებით, ხო და ნუ ტუალეტში ვერ გახვალ და ხო აი ნახე ესე რო იქნები და ნუ გაბრაზებული ვარ უკვე ძალიან და არ მინდა ამ სურათის გადაღება და არ მინდა ამ დაქტილოსკოპიის აღება და ამიტომ არ დავდივარ, ესე იგი გამიყვანეს ესე უკვე შეკრული და ესე იგი თავი მაქვს ესე თვე მაქვს ჩამოშლილი წინ. და თმის რეზინიც არ შეიძლება. თმის რეზინიც არ შეიძლება. და ისა. და როცა ამაწევინეს თავი, ვიჯღანები რომ არ გადამიღონ სურათი. და ნუ ვერ გადამიღეს სურათი, ეს დაქტილოსკოპიაც ეთყობა მაგ შეკრული ხელებით მანდა მაინც არ შეიძლება და ასე შემიყვანეს ისე მე არ დავდიოდი. ჩემი ფეხით არ შემიყვანეს საკანში, დამცვეს საწოლზე, ნუ კაი, მგონია რა ხო დამტოვებენ, ხო? არ მტოვებენ, მაქვს ესე უკან შეკრული ხელები და ვითხოვ, მომხსენით ბორკილი, რატო არ მხსნით, აი რა აზრი აქვს, საკანში ვარ, ისე სხვადასხვა ისა რა ქვია, პასუხი, ერთი რომ ჩემი უსაფრთხოების გამო, მეორე რომ მათ არ დავესხა თავს, და მესამე რომ დავარღვიე მე შინაგან წესი და იმიტომ ვეუბნები, აი შინაგანი წესი ხო უკვე დავარღვიე. ანუ ეს არის ბორკილი შინაგანი წესის დამღვრისთვის, სადამსჯელო ღონისძიება არის ბორკილის დადება, არა. ეს არის ისინი პასუხობენ. ეს გრძელდება, იმიტომ რომ კვლავ არ ღვევთ შინაგანი წესს, რომ არ იღებთ სურათს. ესე იგი, ეს არის შანტაჟი, ვეკითხები რომ სურათს არ ვიღებ, მაშინ ან მოხსნა გადაიღე, ან თუ სურათს არ იღებ და აგადებ. და აი ისაო საკანში მეთქი აი ამას ვარკვევ ისე მე ხო არ ვიცი ჩემი უფლებები და ჩვენ შეგვიძლიაო რომ 2 საათი გედოს ბორკილი ხო და ნუ აი 2 საათი ახლა მომიზადე 2 საათი მედება 2 საათი გავა და მე მოხსნა არა მე შეგვიძლია მოხსნათო და ისევ გაითავი დაგაკეთო საერთოდაც 5 დღე ბორკილით ყავდეო ანუ ეს არის უკვე ისინი გაბრაზებულები არიან რა ეს არ ამართლებს მათ ამბობს დამკავებელი პოლიციელი ხალი? არა, დამკავებელი პოლიციელი ხალი ჩემ გაჩერდეს მე წავიდა. იქ იყო სხვა ხალი, რომელიც ამას ესწრებოდა. რომელიც ამასობაში ასევე გაბრაზდა? არა, სხვა შეშის არც ერთხელ არ გაბრაზდა. არც ერთხელ არ გაბრაზდა, მიდიოდა წამლებს სვამდა ცუდად ხდებოდა. ანუ არ გაბრაზდა ის არც ერთხელ, მე 3 დღის მერე მოვიდა და ისე არ იყო გაბრაზებული რაღაც. ანუ რაღაც სხვადასხვანაირი ადამიანები არიან ისინიც რა. აი, ალბათ მშვიდობიანობის სტრატეგია ქონდა ესეთი? იცით რა, თავიდანვე მე როგორ შევატყვე და თვითონაც კარგად იცოდნენ, მე ხო ამათ, ნუ შეიძლება უხეშად, მაგრამ აი ვინც გიჭერს და მოგათხრებს, ის მაინც უფრო აგრესია და აქ ხვდებიან კარგი პოლიციელები. და წესით უნდა გალღვე თუ ანუ მოეშვა და ყველასთვის უკეთესია როგორც თავშივე აღნიშნა კაცმა. ხო და მე მალევე მოხსნეს ეს ბორკილი, მაგრამ მალევე შემოვიდა ადვოკატი. და მე რა ეს რომ თვითონ ადვოკატმა დაკავშირდა და როგორც ჩანს შეიძლება ეს მალე მოხსნა დაკავშირებული იყო იმასთან რომ მოვიდა ადვოკატი და მე უნდა ვენახე. მე აღარ დაუდვიათ, მაგრამ აი გრძელი ისტორია. მოგეთ შემდეგ მესამე დღეს ექიმთან რაღაცა კიდევ ასე ვთქვათ აღელვებული რო ლაპარაკობდი ასე ვთქვათ სუბუქად რო ვთქვათ დავუდოთ ბორკილი ამბობთ. მაგრამ არ დამატეს ბორკილი. მაგრამ გამოიძახეს სასწრაფო და წაკიყვანეს. სასწრაფო არა, სასწრაფოს გამოძახება როგორ იყო? ორშაბათი იყო ნათლისღება და იყო უქმე. და არ იყო იზოლატორში ექიმი. ამიტომ ვისაც კი რამე დასჭირდებოდა, იძახებდნენ სასწრაფოს. და მე როგორც მოშიმშილეს, როგორც ჩანს მათი პროტოკოლით, მეკუთვნოდა ექიმის მეთვალყურეობა, მაგრამ ექიმის მეთვალყურეობა რომ შესაძლებელი გამხდარიყო, ამისთვის უნდა გამოიძახებინათ სასწრაფო. მე ეს უფლებებში არ იყო განმარტებული და არა, უფლებებში არც წერია, არც ეწერა, არც ვიცოდი, ხო. ხო და რომ შემთავაზეს სასწრაფოს გამოძახება და მოვინდომე, იმიტომ რომ საფუძ გავიფიქრე რომ კლინიკაში ჯობია ყოფნას, კლინიკაში ყოფნა ჯობია და გამიზომეს წევა, მქონდა ძალიან დაბალი წევა და მითხრეს რომ ასეთი წნევით ადამიანი ექვემდებარება. რამდენია ძალიან დაბალი? 70-40 იყო როგორც თვითონ გაზომეს. ხო და იმისთვის რომ
მართლა 5 წუთის სავალი იყო იზოლატორიდან რუსთავის საავადმყოფომდე მანქანით. გამოიძახეს ბადრაგი თბილისიდან. მაშინ ის დღე იყო სწორედ რომ გათხოვდა თბილისიდან ბადრაგმა იარა ალბათ 2 საათნახევარი. ეს სასწრაფოს მანქანების ხედან და ელიან, ეს ბადრაგი ცდება. ანუ საშინელი კრიმინალი ვარ და ჩემზე უამრავი საპოლიციო და სამედიცინო რესურსი ცდება. ამ ბადრაგმა უნდა გადამიყვანოს ექიმებთან ერთად კლინიკაში და სანამ იქ ვიწვევი, როცა ვიწვევი, იქ უნდა მიყარავონ. ოღონდ საქმე ისე რომ იქაც ბორკილებით უნდა წამიყვანონ კლინიკაში. და ეს რა აღმოჩნდა იმაში სასწრაფოში რომ უნდა დამადონ ბორკილები. ამაზეც უარი ვთქვი, თქვი რომ კლინიკაში ბორკილებით წაყვანას მირჩევნია რომ აქ არ წამოვა ბორკილებით. მერე გადაწყვიტეს რომ დარეკეს რაღაცა თვითონ ეტოვა ვერ წყვეტენ ესე და წამიყვანეს ბორკილების გარეშე, უნდა ასე აქეთ-იქიდან პოლიციელების ხელკავით. იქ მე უარი ვთქვი რაღაც აწვეთურაზე მოგვეც შესაბამის სამედიცინო პროცედურებზე და წამოიყვანეს უკან. უკან წამოიყვანეს, დამოხვედრეს ისევ სასწრაფო. რატო არ ჯობდა საავადმყოფო იზოლატორს? რომ გითხრათ არ ჯობდა. არის. უკეთესი რო ყოფილიყო დარჩებოდით. იცით რა, ალბათ არა, იმიტომ რომ აი საწვეთურები რაღაცა ეს მართლა რაღაც აუტყოფული სიტუაცია არ დარჩებოდა. და უკან დაბრუნდით იმათ ფიქრეს რატო არ დარჩაო? ხო, წასვლისას ძალიან რომ ვარკვევდი რომ იქ ხა იძულებით მკურნალობა ხო არ იქნება და არ მინდა და მაშინ რაღაცებს არ ჩავიტარებ, ძალიან მირჩევდნენ რომ ახლა ხო კლინიკაში ხო ჯობია, მე გირჩევთ რომ დარჩეთ და იქ იყოთ და საბოლოოდ მოგიწიათ 4 დღის ერთად ყოფნა. რამდენი ადამიანი შეგხვდათ ამ 5 დღის ხო 5 დღეში? მე მხვდებოდი ალბათ 24 საათში ერთხელ იცვლება ხო ბადრაგი? 24 საათში ერთხელ იცვლება. ანუ მინიმუმ 10 კაცი? ალბათ ხა არ დამითვლე, მაგრამ აი ესე რო ვაფასებ ალბათ 10 ხო. და ექიმი სულ ერთი და იგივეა? არა, 3 ცვლად არის. 3 ექიმი შევხვდი და 3 ცვლას ბადრაგის. მე განმეორდა ის. როგორც მთარგმნელს, როგორი პერსონაჟები იყვნენ და ლიტერატურასთან ახლოს მყოფ კაცს. ლიტერატურულ ნაწარმოების პერსონაჟებად გამოდგებიან ეს ხალხი, ვინც აქ გაიცანით? იცით რა, მრავალფეროვანი იყვნენ. აი სხვადასხვანაირები იყვნენ. თან ეს არის მაინც პირველი შეხვედრა, ერთი შეხვედრა. და თან ყოველ შემთხვევაში მეორე და მესამე დღის ბადრაგი უკვე მათ ნამდვილად ყავდი უკვე აღწერილი. ანუ შესაბამისი მათ უკვე იცოდნენ ვისთან ჰქონდათ რომ ჰქონდათ დაუმორჩილებელ როგორ ჩანს ეს ჩემი ვარაუდია აუცილებლად ექნებოდათ და აი მათშიც იყო რაღაც განსხვავება აი იცით როგორი დეტალებია აი როგორ გელაპარაკებიან ზოგი როგორ მოწმინებით არის ზოგი როგორ ნაკლებად ზოგი როგორ მაშინ გადადის შენობითზე როდესაც და ეს არ არის თქვათ ახლობლობის ფორმა არამედ უხეშობის რა აი თქვენ მეთქო მაგალითად ერთი დეტალი აი რაღაც მე მგონი ეს მეტყველებს პერსონაჟის აი ყოველ შემთხვევაში ლიტერატურულად კინემატოგრაფიულად რაღაც მეტყველის პერსონაჟზე. იქ რო შედიხარ და ხელებს იბან, გამოდიხარ მე ხელებს იქნა, ანუ გასამშრალებელი არ არის და ერთადერთმა მომაწოდა რაღაც ქაღალდის რომ რაღაც პატარა კომფორტი გაიმშრალება, ანუ თვითონ მიხვდა. დარჩენ შემთხვევებში ეს იმედია. ხო. და მე მგონი ის არის ხო რუსთავში თბილისისგან განსხვავებით, რომ საკანში არ არის ველი წერტილი. საკანში არ არის ველი წერტილი, ხო. ეს უხერხულია სულად ხო? იცით რა, თავისი პლუსები აქვს, თავისი მინუსები აქვს, ხა როდესაც თანამესაკნე გაქვს, ღია ტუალეტი მოგეხსენებათ არც ისე. სასიამოვნოა, მაგრამ მეორე მხრივ იგი ყოველ ჯერზე ბიძიაფისი მინდა ეგეც ხო რაღაც. ხო, ერთმა მითხრა, რომ ვცდილობ, ანუ თვითონ ზუსტად რუსთავში იყო ისიც, გოგო, იმდენად წუხდებოდნენ ეს ბადრაგი, რომ უნდა გავეყვანე დასაბანათან ფისის გამო, რომ ვცდილობდი ცოტა წყალი დამელია, რომ ხშირად არ დამჭირვებოდა გასვლა. სხვათა შორის არც ერთხელ მაგაზე უკმაყოფილება არ გამოთქვათ. ყოველთვის მაშინვე რეაგირებდნენ და ხო, რა ვიცი, ისე რომ ახლა მე რამდენჯერ არც ეს და ინტერესი იგრძნობოდა მათი მხრიდან, რომ აი ან დაინტერესებული იყვნენ რატო დადიხართ ქუჩაში, რატო კეტავთ გზას, რატო ფარავთ სახეს. მე მგონი ეს რატო ეთხოვებით ამ ხალხს. მე ეჭიმაქ რომ მათ ამის უწება არც აქვს. შენი როგორც პიროვნების მიმართ ინტერესის გამოხატვა
აი არა, არ ყოფილა, მაგრამ მე მგონია, რომ ლოგიკურია, რომ ეს იყოს რაღაც არ უნდა გამოელაპარაკო რაღაც პირად საკითხებს. ექიმთან რაღაც ერთ-ერთ ექიმთან რაღაც, იმიტომ რომ რაღაც შედარებით დიდხანს ვიჭექი. და ამ ექიმებისგან მიიღეთ დამამშვიდებელი წნევის წამალი არ მივიღე, მაგრამ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება ისევ. ოღონდ როგორი იყო, იცით, აი პირველ დღეს ექიმთან ფაქტობრივად საერთოდ არ მქონდა შეხება, ერთადერთი მეორეჯერ რომ მოვიდა შემოიხედა და მკითხა რა მე ხარ გჭირდება და მე უარი უთხარი და აღარ. მეორე ექიმთან ესე რომ მოვითხოვე რომ გამოყვანეთ მეთქი და ეს დაკავშირებული იყო ამ უფლებების მოთხოვნასთან. იყო აი როგორ იცით ძალიან ალერსით რომ მოგმართავენ აი ესეთი ტიპაჟის ადამიანი იყო. ოღონდ მისი დამოკიდებულება როგორი იყო, იცით? რა დაგიშავე მე მკითხა. ანუ რა დაგიშავეთ? იმიტომ რომ მე რომ შიმშილობ თუ აი რაღაცა ვითხოვ რაღაც ეს არის მისი პრობლემა. და ახლა რატომ უკეთებ ამას? რატომ უკეთებ? ხო, რა მიხარ დამიშავ. ხელახლა დაიწყეთ იმის ახსნა, რომ სისტემის ნაწილია. ხო, მაგრამ იცით რა, ეს იყო ადამიანი მიუხედავად თავის სირბილისა და იმისა, რომელმაც ამიხსნა, რომ ზუსტად ჩემ ხელა იყო. საბჭოთა კავშირი მოსწონდა, იცით, კარგი იყო. რაღაცა მაშინ სამედიცინო ინსტიტუტი რაღაცა, მოკლედ, ესეთი ადამიანი იყო. მაშინ სამედიცინო ინსტიტუტში კორუფციის გარეშე ვერავინ ვერ ხვდებოდა. ეგ მე რასაკუთრებია არ გავუჩა მაგის სასაკუთრე ახსენე. ხო და რომ შედეგად 1000 არა პროფესიონალი სიცოცხლით იხდის ხალხი ამის ეს ყველაფერი ეს ამას ყველაფერზე ვისაუბრეთ. და რა მაინც გაიყო. მაინც გაიყო. ვაღიძის წყლები. ხო, აჭარული. კი. ბავშვობის გემო. ხო. და ისა, აი შემდეგი დღეს ექიმი იყო, ჩემთვის გაუგებრად ხისტი. გარდა იმისა, რომ აი მე მართლა რაღაც აქედან მართლა წასვლის აი იყო ერთი ვარიანტი კლინიკაში გაღწევის აი რაღაც ესეთი ის მქონდა. მართლა მაინტერესებდა აი როგორ ხდება ეს ყველაფერი. ადამიანი რომ შიმშილობს, იქ როგორ ვლიან თუ ხედავენ თუ რაღაც. აი მესამე დღეს ექიმთანაც რომ მოვისურვე გასვლა, მოვითხოვე, გამიყვანეს და არ მივესალმე არც მას, რომ შევედი კაბინეტში და პირდაპირ ესე იგი დაუსვი შეკითხვა რომ თქვენ მეთქი თუ შეგატყობინეს ანგუშნელმა ექიმთან, ექიმ, აი ზუსტად ეს კითხვა. ანგუშნელმა ექიმ ან ვინ თუ შეგატყობინეთ და თუ იცით მეთქი რომ შიმშილობ. აი ესეთი პირველი კითხვა იყო. ადამიანი ზის მიყურებს, რამდენიმე წამს მიყურა. მერე აი ესეთი ისა. და მე მეთქი არ არის პასუხი, აი თუ იცით რაღაც თქვენამდე თუ მოვიდა ინფორმაცია რომ მე შიმშილობ. ის რეაქცია. თუ შეიძლება ვინმე შემოვიდეს და დაესწროს ჩვენ საუბარს. ანუ მოითხოვა ბადრაგი, დაგწრებოდა, არ ვიცი, იმიტომ რომ უწმეყოლოდა თუ იმიტომ რომ არ დავსხმობდი თავს. და აი ასეთ რეგისტრში წარიმართა ჩვენი საუბარი. მან განაცხადა რომ არ უპასუხებს შეკითხვებს, იმიტომ რომ შეკითხვა იყო ოფიციალურად განაცხადეთ რომ შიმშილობთ. მე ვუთხარი რომ პრესაში არ გამიცხადებია, მაგრამ აი ვუთხარი, ამას ვუთხარი, წინა ექიმმა მე რო ვკითხე მეთქი, მითხრა რომ დიახ, ვიცით, აი თქვენზე ხო აი კომპიუტერში ხო ვნახე, კომპიუტერში რა? ანუ მე ჩავთვალე რომ რაღაცა ესე იგი საბუთი ჩემზე არსებობდა სისტემაში და გაეცნო. მოგეთ აღმოჩნდა კი არა ზუსტად ვიცოდი რომ ხელი არ მქონდა არაფერზე მოწერილი რომ ესე ოფიციალურად შიმშილობდი და მოგეთ აი ახლა ზუსტად მთელ ამ დიალოგს ვერ აღვიდგენ, მაგრამ რაღაც მომენტში ესე გაბრაზებული წავხდი და წავედი, ასე ვთქვათ, ჩემ საკანში და იქიდან მესმოდა ხმამაღალი ლაპარაკი ამ ექიმის, რომ რა ვქნა ახლა გავაფორმო თუ რა ვქნა თუ როგორ მოვიქცე თუ მოგეთ არ იცოდა აი ამ ჩემ სიტუაციას როგორ გამკლავებოდა. მე როგორც ჩანს გააფორმეს, იმიტომ რომ საღმოს მოვიდა და მომიკითხა რამე ხარ მინდოდა და შემდეგი დღეს ექიმიც ესე მოვიდა და მომიკითხა რამე ხარ. ანუ თუ შემშილობ უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული. აი არ ვიცი როგორ ჩანს. იმიტომ რომ თუ დოკუმენტურად არ არის დადასტურებული ადამიანი შიმშილობს და ვთქვათ მე რამდენი რაღაც ანუ ცუდად არის მართლა და მე რამდენი რაღაცებია. ანუ ეს თუ არ აქვს ხელმოწერილი, ესე იგი არ შიმშილობს, ანუ არ არის ეს მე მგონი სამედიცინო მიდგომა. და ნინა, როგორ გონიათ მთელი ეს პროტესტი, ცოტა რომ ზუმ-აუთი გავაკეთოთ ახლა ამ რუსთავის იზოლატორიდან და დანარჩენი იზოლატორებიდანაც. მთელი ეს პროტესტი, მთელი ეს თავგადასავალი და თქვენ მარტო არ ხართ, ხო ამ ამბავში?
არ ვიცი, ალბათ უკვე ასობით არა, ათასობით ადამიანია ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ვისაც სხვადასხვა ზომით მსგავსი გამოცდილება აქვს. ჯარიმები, სასამართლო პატიმრობა, ერთჯერ, ორჯერ, ბევრჯერ, პირდაპირ დაკავება ქუჩიდან, მერე მიკითხვა სახლში, სასამართლოდან წაყვანა და ასე შემდეგ, ხო? მთელი ეს ამბავი, რომელშიც საზოგადოების ერთი ნაწილი სრულიად გააზრებულად ჯიუტად, ბეჯითად დაუღალავად უკვე შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ არ ვიცი 3 წელზე მეტია რაც პირველი მძლავრი პროტესტის აგორებიდან ეს პროცესი გრძელდება და ეს უწყვეტი პროტესტი უკვე 400 დღეზე მეც ითვლის, ხო? ხართ და მეორეა საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც პერიოდულად შეიძლება გულშემატკივრობდეს ამას, პერიოდულად გაბრაზებული იყოს, მაგრამ მაინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ხო? დიდად არ იცვლება მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს ამ ქვეყანაში, მათი ყოველდღიურობა, ხო? აი ვიზე მოქმედებს, იმიტომ რომ მე ბეჯითად ვკითხულობდი გამოხმაურებებს, მაგალითად თქვენ დაკავებაზე და ყველა ჩემი ნაცნობის დაკავებაზე, მაინტერესებს ხოლმე აი რა როგორ რეზონირებს მოკლედ საზოგადოებაში ესა თუ ის ამბავი. და მაინც სულ არის ხოლმე რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლო წრეში დიდი გამოხმაურება აქვს, ეს დიდ სურათში მაინც ძალიან პატარა წრეა, ხო? აი ვისთვის არის ეს თავგანწირვა, ეს თავდადება დაინჯვა წამება პროტესტი, არ ვიცი რა, სხვა სახელი შეიძლება, ხო და არ თქვა სხვა ადამიანმა. ვაკეთებთ ეს ადამიანები, ვინც ამაში ჩართულია. მე მგონია რომ ამას ადამიანი პირველ რიგში საკუთარი თავისთვის აკეთებს და არა ვინმესთვის, მაგრამ აი ვიზე მოქმედებს რა გავრცელების არეალი აქვს, რა ეფექტი აქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო ეს კი შენთვის აკეთებ ადამიანი, მაგრამ გინდა რომ საზოგადოებრივი წესი შეიცვალოს, ხო რის გამოც გახვედი. კი, მით უმეტეს გინდა იმიტომ რომ შენ მარტო უბრალოდ თქვენ დარჩენილები მარტო თქვენი ძალებით ამას ვერ შეცვლით ამ ამოცანას, რაც გაქვთ დასახული, თუნდაც იმ გულშემატკივრების, რაღაც შორიდან გულშემატკივრობით. არ ვიცი, მე რაღაც სხვადასხვა ისა მაქვს. ჯერთი პირველი, აი მართლა პირველი მიზეზი ის არის, რომ მართლა შენი თავისთვის აკეთებ. მეორე, მაინც რაც არ უნდა პატარა იყოს ჩვენი, ასე ვთქვათ, შეხების და ხო, ეს წრე მაინც ხო ეხება სხვა წლეს. ალბათ შეუძლებელია რომ არ გადავიდეს. მით უმეტეს თუ ამაში თუ კი არა, ამაში ჩართულები ვართ ადამიანები, რომლებიც აი მე თავს კანონმორჩილ ადამიანად ვთვლი. ამას ბევრი ამბობს. ადმინისტრაციულ სამართალდამცავად ცნობილი არაერთგზის კი. ეს რაღაც პარადოქსია ამ ეპოქის. ხო და აი შეიძლება ეს იყოს რომ ადამიანები რომ დაინახავენ რომ რა განვგადარია ეს კანონმორჩილი ადამიანები და იქნებ რაღაც უფრო გამოიხედონ ჩვენკენ. და კიდევ ერთი მომენტია რომ რაღაც აი მაღალფარდონად გამოდის, მაგრამ იმიტომ რომ ამას რომ თქვათ რაღაც გამორჩეულ ჩვენ ვართ ნაპერწკალი მგონია რა. რომელიც ფერში ბუჟუტავს. შეიძლება ფერშიც კი არ, ფერშიც ბუჟუტავს, თუდად არის. შეიძლება აი საწავში ბუჟუტავს. და როდესაც აი საწავი არის ეს გულშემატკივრები რა და ეს ნაპერწკალი თუ არ იქნა ნაკლები შეიძლება გარედან მეხიდა ეცეს, მაგრამ ნუ მეტი შანსია რომ ცეცხლი დაიცვას ბოლოს. და ამ პირველ ან მეორე პატიმრობისას იყო ესეთი შემთხვევები, როცა აი ადამიანი, რომელიც არ გიფიქრიათ, რომ ხარს დაგიჭერდათ, გამოჩნდა და თქვა, რომ აი შენ თუ დაგიჭირეს, არ ყოფილა საქმე კარგად. იცით რა, აი ეს ძალიან ახობელი მართალი გითხრათ, აი როგორები, იცით, აი ძალიან ახო მეგობრები, მადლობა ღმერთს, ყველა მყავს 1-2 გამონაკლისის გარდა ახლოს. სოფხედელობითად და აი ამ ბრძოლაში ან ჩაბმული, ან გულშემატკივარი, ან ასე შემდეგ. აი ცოტა შორეული ესეთი აი კარგი ნაცნობები, რომლებიც აი გვიყვარს ერთმანეთი ყველაფერზე გამოვეხმაურებით რაღაცა ძალიან ცოტა გამოჩნდა. კი არა და მე მგონი არ გამოჩნდა. მაგრამ იყო აი რაღაც ერთი ადამიანი სრულიად ისეთი აი შორეული მეზობელია რა, რომელზეც აი ისეთი იყო რომ არასდროს არ ვიფიქრებდი რომ ისა ფაქტობრივად პირველად აი ძალიან გულითადად მომესალმა და მითხრა რომ შორიდან გულშემატკივრობდი და გამიხარდა რომ ჩვენთან ხარ და ასე შემდეგ. ძალიან ძნელად გადის ჩვენი სიმართლე სხვის
სიმართლეს კი არ მინდა თქვა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს მართალია, ანუ აი ამ წინააღმდეგობაში ხო ჩვენ ერთგვაროვანი არ ვართ, მაგრამ აი ეს ერთი საერთო რაც გვაქვს და რაც გვაერთიანებს, მგონია რომ ეს არის სიმართლე და ამის საპირისპირო არის არასწორი მიმართულება. აი ეს მოდი ბარემ თქვათ რას მიიჩნევთ თქვენ აი ამ ერთ საერთოდ რაც გაერთიანებთ სხვა ხალხთან ვინც ამ დრომდე ჯერ კიდევ ქუჩაშია. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელშიც ადამიანს ექნება განვითარების საშუალება. თავისუფალ ცხოვრების და განვითარების საშუალება. ეს მე მგონია ძალიან სწორი. იმიტომ რომ ეს თუ არ იქნება, ჩვენ აი ყოველდღიურობაში, ჩვენს სუფრაზე, ჩვენს ქუჩაზე, ჩვენს ჰაერში, ყველაფერში ამას ვიგრძნობთ. ჩემი აზრით, თვალსაჩინო უნდა იყოს ეს ყველასთვის, რომ მგონია რომ ყველა უნდა იყოს, ამიტომ მე ხო არ ვეუბნები რომ აი მანდამაინც ჩემი ფავორიტი პოლიტიკოსი იყოს პრემიერი, მანდამაინც თქვა მემარჯვენე მიმართულების იყოს სახელმწიფო. არა, მე ვამბობ რომ ეს იყოს სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები იქნება დაცული და დანარჩენზე ვიჩხუბოთ, დანარჩენზე ვიდაოთ, დანარჩენზე ვიაროთ ცოტა წინ და უკან, მაგრამ ძირითადად წავიდეთ წინ. აი იდეალურს არც მოვითხოვთ და არც გვაქვს ილუზია რომ ვინმე რომ შევწდებით. ხო და აი ჩვენი სიმართლე სხვის, აი სიმართლესაც ვერ ვარქმევ, თქვათ, ოცნების მომხრეებს. სხვის ყოფაში, ცნობიერებაში. აი, რა ვიცი, ახლა ძალიან ისე შეიძლება ცუდი სიტყვა, სხვის სიბრმავეში ძალიან ძნელად აღწევს. და რატო? არ უნდათ დანახვა? თუ პროპაგანდა მუშაობს. ალბათ პროპაგანდა მუშაობს, ჩვევის ამბავი ძალიან დიდი ის არის, ის რომ აი რამე არ შეიცვალოს, რამე არ შეიცვალოს. ხო, რა პროპაგანდა და ჩვევა. და ნუ აი მეტი რაღა უნდა გააკეთოთ, მაგალითად ერთმა ადამიანმა იმისთვის, რომ დაანახო ადამიანს, რომ უსამართლობაა, ხო, აი მე დედა, მასწავლებელი, მთარგმნელი, ველოსიპედისტი, დავსვრელი, ნახევარი ცხოვრება მიცხოვრია ამ ქვეყანაზე, რაღაცა კადონმორჩილი ადამიანი ვიყავი და ორამდე ხანში ხო ვარ და ორ თვეში ორჯერ დაბიჭირეს და ესე მომექცნა. ხო, აი ამის მეტი არ ვიცი რა ილუსტრაცია შეიძლება არსებობდეს. ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ერთი არ ხარ, ხო ამ შემთხვევაში და იმიტომაც ვლაპარაკობთ რომ ეს თქვენი ამბავი განევრცობა ათასობით ადამიანზე უკვე. რო ვიცოდი კიდევ რა შეიძლება გავაკეთო, ალბათ გავაკეთებდი. არ ვიცი. და იმაზე არ გიფიქრიათ, რომ პირიქით ეს CGUD ამ ხალხს, რომელსაც არ უნდა რამის დანახვა და შეცვლა განსაკუთრებით, პირიქით აბრაზებთ, რომ აი ესენი კიდე დგანან, კიდე ჩხუბობენ. კი, მიფიქრია და მართლა აბრაზებთ. იმიტომ რომ ეს მათ სიწყნარეში ტალღებს აღწევს რა. ის რომ ამ ტალღამ შეიძლება უკეთ სადგელს გაყრიყოს, მაგაზე არ ფიქრობენ. ანუ, ვიცი, ძალიან ზღვის დაავადება ცუდია. ზღვის დაავადება ცუდია, ხო. გაყანყალებს. მე მინდა და მეკითხა იმ პოსტში, რომელიც გამოსვლის მერე დაწერეთ და სადაც ეს ამბები ნაწილობრივ აღწერეთ და უფრო დაწურულად, წერდით, რომ მადლობას მოკლედ უხდიდით ადამიანებს და იქვე აღნიშნავდით, რომ ხალხს ეუბნებათ, რომ თქვენ ხართ იმ საქართველოს ნაწილი, რომელიც ზოგჯერ მოხელთებადი და ზოგჯერ მოუხელთებელია და ხო, სამშობლოში. მე მგონია, რომ გარდა იმისა, რომ ადამიანები საკუთარი თავისთვის დგანან, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლიათ, ერთ-ერთი ეგეც არის, ხო, ალბათ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის უკეთესი, აი რაც თქვით, სამართლიანი სახელმწიფო რო იყოს, მაგისთვის გახართ. თქვენთვის რა არის ეგ საქართველო თუ სამშობლო, რომლისთვისაც გახართ? აი, იშლება რამე კომპონენტებად, რაც ძვირფასია? კომპონენტები არის რამდენიმე ძალიან ისეთი მკვეთრი კომპონენტები, რომელიც გამოყოფა შეიძლება, მაგრამ ხო, მაგრამ აი ამას რა აერთებს? ნუ ამას ალბათ აი ძალიან დიდი კომპონენტია ხალხი რასაკვირველია. მათ შორის აი უშუალოდ ის ხალხი, ვინც გახვევია და ურთიერთობა გაქვს. რასაკვირველია ეს მიწაწყალი და ბუნება და აი თაბარი, რასაც ქვია, მიწაწყალი და თაბარი კარგი ის არის, ენა. ეს ერთხელ ჩემი პროფესიაც არის, ჩემი ჰობიც არის და აი რაღაც ასწავლი ენა გვაქვს. და ამას ყველაფერს ყავს აი რაღაცა ის რომ ეს შენია, აი ეს ის კი არ არის რომ თქვათ უკეთესია მეზობლისაზე ან შენი ოჯახია რა.
ხა ის ხო არ არის რომ შენი შვილი უკეთესია სხვაზე და ამიტომ არის გამორჩეული. ეს არის შრომაც და მოსავალიც. ანუ ამით ყვებავს შენი. და იმაზე არ ფიქრობთ, რომ შეიძლება, არ ვიცი, გვალვიანი წელი იყოს და ამ პროტესტის შედეგად მოსავალი ვერ მიიღოთ? კი. მაგრამ თუ არ დაწესახო საერთოდ ვერ მიიღებ, შანსი არ არის რომ მიიღო. ეს ნამდვილად ესეა. და აი გვალვიანი წლის შემთხვევაში და მოსავლობაში როგორ ხედავთ თქვენი და ქვეყნის მომავალს? იმიტომ რომ მე მგონია რომ ახლა ეს პროტესტი რაღაცნაირად იმ კრიზისის ზღვარზე გადის რა. იმიტომ ეს ტროტუარზე დგომის საკრძალვა ალბათ მძიმე დარტყმა იქნება მიუხედავად იმისა რომ იმ დღეს უფრო მეტი ხალხი იყო და შემდეგ დღეს მარშზეც იმიტომ რომ ფაქტია რომ ამ რეპრესიულმა კანონებმა მეტნაკლებად მაინც მასაზე იმოქმედა. ნახოთ ეს მართლა ტროტუარზე დგომა უკვე მთლად აი მართლა. ისა, სხვა შორის ერთ-ერთი რასაც ამ ბადრებს ეუბნებოდი იყო ის, რომ აი ჩვენ კანონს ვასრულებთო. ხო და ანუ კანონიერებმა, ხო და აი ხომეთ შემოიღებს ჩვენი მიხეილ მოაწერს ხელს. მიხეილ პრეზიდენტი მოაწერს ხელს კანონს, როდესაც არ შეიძლება სულ თქვა და თქვენ შეასრულებთ ამ კანონს მეთქი და არ მეუბნება, არის საერთოა. მაგრამ რასაკვირველია პასუხი მის რომ ტროტუარიც საერთოა, ტროტუარის კი არა, ქუჩაც კი საერთოა. ქვეყანაც საერთოა. ასე რომ არ ვიცი, როდესაც რაღაც ბრძოლაში ხარ ჩართული, რასაკვირველია წინასწარ დარწმუნებით რომ მიცოდე რომ ეს დასამარცხებელი ან დამარცხებაგელის წინ მე ალბათ არ ჩავებმებოდი. წინასწარ რომ ვიცოდე რომ დამარცხება მეც აი ხა დაზუსტებით არ შემიძლია. ხანდახან ბრძოლისთვის არის ხოლმე. ან ბრძოლა ისე რომ შენ იცი რომ ნაყოფს ვერ ნახავ. მაგრამ თქვა დამარცხებულ ბრძოლაში ალბათ არ ჩავებმებოდი. ასე რომ მე მგონია რომ ჩვენ ყველანი ვიბრძვით გამარჯვებისთვის და ნაყოფის მოწევისთვის. და ეს ისეთი აბსურდული რეპრესიაა რომ შეიძლება არც კი იქონიოს გავლენა. ჯერ და მეორეც ერთი იქ უკვე დარჩა ისეთი დაწურული ხალხი, გარდა იმისა, რომ ჩვენ თავს უთხარით, რომ იცი ეს არ არის უბრალოდ ის, რომ ვიღაცაზე უფრო უშიშარი ხარ რაღაცა. შეიძლება მე ვიღაცაზე ნაკლებ პასუხისმგებლობები მაქვს. მე მაგალითად ბავშვები უკვე გაიზარდნენ, თქვათ მოხუც სხვა მიმხედავიც ყავს, ერთი სიტყვით მე ძალიან კარგად მესვი იმ ადამიანების ვინც თქვათ შვილს არ აყენებს ამ თავისი გადაწყვეტილებით რაღაც ან მოხუც იმის წინაშე. იქ დარჩით მეტნაკლებად ალბათ ეგეთი ადამიანები და გარდა ამისა იქ მდგომ ადამიანებს ეს გადაგვივიდა რუტინაში და ეს ძალიან დიდი ძალაა. აი ეს როდესაც რაღაც საქმიანობა გადადის დისციპლინაში ეს რაღაც ძალას აძლევს კიდე. ეს მე მგონი ახალი მოვლენაა, იმიტომ რომ ქართველების ძლიერი მხარე დისციპლინირებულობა არ არის. მე არასოდეს არ დავიჯერებდი ვინმეს რო ეთქვა, რომ ქართველი ხალხის თუნდაც ძალიან პატარა ნაწილი 400 დღე სადღაც რეგულარულად იქ მდგომი ადამიანები ვართ აი ესეთები, რომლებიც თავის თავს აი ეს დისციპლინა დაუწევს. და ბოლოს კითხავდით, როგორც საბჭოთა კავშირის დროს დაბადებულ და ნაწილობრივ გაზრდილ ადამიანს, რომელიც აგერ სხვა საბჭოთა ადამიანს გადაეყარეთ იზოლატორში, რომელსაც ნოსტალგია ჰქონდა. არ ვიცი, მე მგონი ყველა ეგ ეტაპი კარგად გემახსოვრებათ, ხო, დამოუკიდებლობის მოპოვებაც და მე შემდეგი ნაბიჯებიც. წარმოიდგენდით ოდესმე, რომ იცხოვრებდით დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც პროტესტი იქნებოდა ფაქტობრივად კრიმინალიზებული. გაჩნია რა ეტაპზე, ხომ? ჩვენ სხვა ეტაპი გავიარეთ, ხო? იმიტომ რომ მე აი ამაზე დაფიქრება რომ დავიწყე, მაშინ პროტესტი იყო კრიმინალიზებული. შესაბამისად, არათუ წარმოგვედგენა სტუდენტობისას, ხო? უკვე რაღაც უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელი იყო რომ ვიყავი, რომ გამოვიდნენ ეს პირველი დისიდენტები, აი ეს ვისაც გავეცანით და ვინც ნახეთ ჩვენი თვალით ეს თამარ ჭყიძე, ირაკლი წერეთელი ესენი. და ხო, ციხიდან გამოვიდნენ ადამიანები იმისთვის, რა ქვია, პროტესტის გამო ჩამჯდარები. ასე რომ ეს არ მარტო წარმოვიდგინე, არ ჩვენი თვალით ქონდა ნანახი. მერე
აი რაღაც მართლა როცა გათავისუფლდი და აღარ იყო ეს, აი მე უკვე მართლა ძალიან ძნელია წარმოდგენა, რომ ისე უკან ბრუნდები და ძალიან საშინელი, აი იცი რომ ძალიან რეალურია და ძალიან გეშინია. ძალიან მეშინია. მე ზოგადად არ მივიჩნევ თავს ფშიხრა ადამიანად, მაგრამ აი ამ სიტუაციის ძალიან მეშინია. რომ მეშინია ერთ-ერთი მიზეზი მაგარი რომ იკავდივარ. ხო, აი რუსიკო კობახიძესაც როგორც ასევე საბჭოთა კავშირის დროს დაბადებულ და ეხლა ბეჯითად მებრძოლ დისციპლინირებულ პროტესტანტს ვეკითხებოდი მაგას, რომ რაღაცნაირად ის აღმოჩნდა, რომ საბჭოთა გამოცდილება, ვისაც გაქვთ, ის ხალხი უფრო დიდ ხანს აღმოჩნდით რუსთაველზე, ვიდრე თუნდაც ახალგაზრდები, რომლებიც პირველი რუსული კანონის დროს და შემდეგაც ავანგარდად მოიაზრებოდა და ხალხს მოკლედ ჯენზის რევოლუციის იმედი ჰქონდა, ხო? ესეც ამ შიშით ნასაზრდოების იმტკიცეა, რომ ოღონდ იქ არ დავბრუნდეთ? კი, მე აი ძალიან ხშირად გქონია ის, რომ მე რაღაც აი მორიგი ტროტუარზე დგომის კანონი რომ გამოდის, მე მეშინია, მაგრამ ეს არის სტიმული არ იმისთვის, რომ სახლში დავრჩი, არამედ სტიმული იმისთვის, რომ გამოვიდე გარეთ და სანამ შემიძლია გავაპროტესტო. რაც შეეხება ჯენზის, იცით რა, კი, აი მაშინ რომ დაიწყო ეს პროტესტები, ხო? საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პროტესტები, ახალგაზრდები ძალიან ბევრი ვიყავით და გამწევი ძალაც კი ვიყავით, იმიტომ რომ აი ეს პროტესტი, აი ეს უშიშრობა, აი ეს სიახლის სურვილი ბუნებრივად ახალგაზრდებში უფრო მეტია. მაგრამ ახალგაზრდებმა მშვენიერი, ასე ვთქვათ, აგური დადეს თავის დროზე აი ამ პროტესტებში, ხომ? მაგრამ აი მე ამ რუტინას ვერ გაუძლეს, როგორც ჩანს, და ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის არის, რომ მათ არ აქვს ისე მათ გადგმული ფესვები, ისინი უფრო მსოფლიო მოქალაქეები არიან და აი შეუძლიათ რომ სადაც ცუდია, იქიდან წავიდნენ იქ სადაც კარგია და ეს არ არის დასაძრახი, იცით? აი ზუსტად ვიცი რომ არ არის დასაძრახი. თქვენ არ გიკვირთ მათი გაუცხოება ამ პროტესტის? არა, არ მიგვირს. არ მიგვირს. ეს არის პირადი გადაწყვეტილება. თუ ხედავ რომ შენი ქვეყანა შენდება და გაქვს შანსი რომ ამაში აგური დადო, ეს ძალიან დიდი სტიმულია რომ დაბრუნდე. და თუ ხედავ რომ ინგრევა ახლა ჩახვიდე და ინგრევაში ან ამაში მიიღო მონაწილეობა ნაკლებად. ეთილი, ნახოთ აბა როგორი მასავალი იქნება ერთ მშვენიერ დღეს. მაინც იმედი მქონიათ რომ კარგი ბატონო. მადლობა.